ცალსახად სამწუხაროდ მიმაჩნია ის, რომ არ რეგულირდება ჩვენს სახელმწიფოში და ბევრ ქვეყანაში ეს სფერო. თუმცა ძალიან კარგია, რომ ადამიანებს სურთ ამ მიმართულებით ცვლა, ძალიან კარგია, რომ ცნობიერება ადამიანებისა მაღლდება და მე მივესალმები იმას, რომ ყავს ბევრი კოუჩი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ამ შემდეგ ძალიან ბევრი მიმართულებით. თუმცა ძალიან საზიანოა, როდესაც ნახევრად ნასწავლი, ასე ვთქვათ, ადამიანს არასწორ მიმართულებას აძლევს. ამიტომ უნარჩვევები აუცილებლად უნდა გადიოდეს, რა თქმა უნდა, კომპეტენციაზე უპირველეს ყოვლისა. ვფიქრობ, რომ ადამიანი უნდა იყოს ემპათიური. თუ კი არ აქვს თანაგრძნობის უნარი, სხვისი ემოციების წაკითხვის უნარი, ამ შემთხვევაში ფსიქოლოგი ვერ იქნება. კიდევ არის პრობლემა ხშირად, რომ ადამიანი არის უგზო-უკლოდ განათლებული, თუმცა ვერ გადასცემს ადამიანს სათქმელს. ამიტომ კომუნიკაციური უნარებიც, აქტიური მოსმენის უნარიც ძალიან მნიშვნელოვანია და ეთიკის დაცვა. ძალიან ხშირად მომისმენია ასეთი ფრაზა, გიჟი კი არ ვარ, რომ ფსიქოლოგთან მივიდე. ან აი ეს დამოკიდებულება, რომ მე ახლა რომ მივიდე ფსიქოლოგთან, ის დამიწყებს საუბარს და შეიძლება რამე ისეთი მიპოვოს, რომ მე ამ ჩემი ძლივს დალაგებული ცხოვრების საერთოდ არევა მომიწიოს და არ მინდა რა, არა მაქვს მაგისი ნერვი. მინდა ვთქვა, რომ ძალიან არასწორია ამ დაგვარი დამოკიდებულებები, იმიტომ რომ ფსიქოლოგია მოიცავს პიროვნულ ზრდასაც. არ არის აუცილებელი, რომ ადამიანს მაინც და მაინც ჰქონდეს გარკვეული მენტალური კრიზისი. თუნდაც თვითშეცნობისთვის, თვითგანვითარებისთვის, რომ ეწვიონ ადამიანები ფსიქოლოგს, ძალიან ბევრ საინტერესო რამეს წაიღებენ. და რა თქმა უნდა, შესაძლებელი არის ნამდვილად, რომ ახალმა აღმოჩენებმა ცხოვრება თავდაყირა დააყენონ, თუმცა როდესაც ეს ხდება უკვე გაცნობიერებულად, ეს გადაწყვეტილება ხდება კომფორტი და არა იმ ბრჭყალებში დალაგებულ ცხოვრებაში დარჩენა, რომელიც იაზრებ, რომ შემთთვის თურმე მავნე იყო ამდენი წლის მანძილზე. ყველაზე ხშირად ალბათ მაინც ლიდერობს სასიყვარულო ურთიერთობები და ნეგატიური აზრები, რომლებიც შეიძლება უკვე აშლილობამდეც იყოს მისული და ამ შემთხვევაში აუცილებლად ფსიქიატრის უნდა ჩაერთოს. თუმცა მე მინდა ეს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ფსიქიატრი არ მუშაობს მარტო. ხშირად თავადვე ურჩევენ ხოლმე, რომ გაიაროს პარალელურად ფსიქოთერაპია ადამიანმა, იმიტომ რომ პრობლემის საწყისი, როდესაც არის არასწორი შინაარსი, აუცილებლად გარდა ფიზიკური სიმპტომატიკისა უნდა შეიცვალოს ადამიანის შეხედულებები და წინარწმენები. ამის გარეშე ვერ მოხდება ძირეული და უფრო ხანგრძლივი ცვლილებები, ასე ვთქვათ. ძირითადად ადამიანი, როდესაც მიდის ნებისმიერ სპეციალისტთან, იქნება სამედიცინო სფეროში თუ ფსიქოლოგთან, თავადვე უნდა გადაამისამართოს არასწორად მისული პაციენტი სპეციალისტმა. თუმცა სამწუხაროდ ზოგჯერ არ აკეთებენ ამას, მაგრამ მე მგონი თანდათანობით ეს პრობლემაც გვარდება და ისწავლეს ადამიანებმა, რომ თვითონ ცნობიერებაც ამაღლდა საზოგადოებაში, ძალიან წინ წამოვიდა ეს თემები და ინტერნეტის დახმარებითაც დაახლოებით თვით დიაგნოსტირებას ახერხებენ. მთავარი ალბათ მაინც ის მგონია, რომ აღიაროს ადამიანმა, რომ მას შეიძლება ვინმე დაეხმაროს და ამაში ცუდი არაფერი არ არის. სიმპტომატიკა პირველ რიგში არის გარკვეული სირთულეები, როდესაც ხვდები, რომ იმ სტრესს საკუთარი რესურსებით ვეღარ ერევი, რომელიც შენს ცხოვრებაში არის, პირად ურთიერთობებში თუ სამსახურში თუ ნებისმიერ სფეროში. როდესაც ადამიანს აქვს
გახშირებული ნეგატიური ფიქრები, ან მოტივაცია ეკარგება ცხოვრებისა, ან შეიძლება გაურკვეველი წარმომავლობის შიშები ეუფლებოდეს. არის ხოლმე ფსიქოსომატური გამოხატულებებიც, არის ფეხის დაბუჟება, ხველა, სუნთქვის გაძლება, ძალიან ათასნაირი რამ შეიძლება გაკეთდეს ქვეცნობიერის მიერ ორგანიზმში გადყორცნილი ჰორმონების შედეგად და ეს დადასტურდა კიდეც რომ თითქმის ყველა დაავადება თითქმის ყველა დაავადება გარდაიქმნება სტრესად და ეს სტრესი შემდეგ ვლინდება დაავადებების სახით. დაახლოებით 4-6 თვის ასაკში უკვე როდესაც ბავშვი იწყებს საპასუხო რეაქციებს თვალით და სმენით დაძახებაზე აუცილებლად უნდა ჰქონდეს ადეკვატური გამოხატულებები ამისა. თუ კი მშობელმა შეამჩნია რომ ბავშვს აქვს პრობლემა ამ რეაგირებისა, ანუ შეიძლება იყოს უკონტაქტო, ხმოვან ან ვიზუალურ გამღიზიანებელზე, რა თქმა უნდა უკვე აქედანვე უნდა და განსაკუთრებულად დააკვირდეს. შემდეგ უკვე აი მაგალითად წლინახევრიდან 4 წლამდე კოვზის გამოყენებას სწავლობენ ბავშვები. ანუ თუ არის რაიმე ტაქტილური დარღვევა ან იმასაკის თვის განვითარების შეფერხება, აი ამ შემთხვევაში უკვე მშობელმა უნდა დასვას კითხვა, რომ ხომ არ არის საჭირო რომ გავესინჯოთ ფსიქოლოგს. თუნდაც პედიატრთან რომ მიიყვანოს, წესით პედიატრიც შეაფასებს და გადაამისამართებს შემდეგ ან ნევროლოგთან, ან ბავშვთა ფსიქოთერაპევტთან. შფოთვითი აშლილობა თითქოს ერთი შეხედვით შეიძლება ადამიანს აერიოს ჩვეულებრივ ნერვიულობაში, ჩვეულებრივ შფოთვაში, მით უმეტეს თუ კი საკმაოდ ესეთი სტრესული რეჟიმი აქვს ადამიანს, თუმცა ითვლება რომ აი 6 თვეზე მეტხანს თუ კი გაგრძელდა რაღაც აკვიატებული აზრი ან რაიმე სიმპტომი, თუ გახშირებულია პანიკური შეტევები, უკვე აქ დგება საკითხი რომ არის თუ არა ეს აშლილობა და აშლილობის დიაგნოზი აუცილებლად ან ფსიქოთერაპევტმა ან ფსიქიატრმა უნდა დასვას, ანუ ფსიქოლოგია მაინც უფრო არის, ასე ვთქვათ, კონსულტირების დარგი. აშლილობებზე უკვე საჭირო არის აი ამ სპეციალისტებთან მისვლა. ძალიან ესეთი არის შეფარული სიმპტომები აქვს, მინდა გითხრათ და ბევრი ადამიანი ვერც კი წარმოიდგენდა თუ მას შეიძლებოდა აშლილობა ჰქონოდა. და ნუ ახალი გაიდლაინებით ზოგადად აშლილობების ესე სამუდამოდ მკურნალობა ითვლება რომ არ არის შესაძლებელი, თუმცა ამის მართვა და ასე ვთქვათ რეციდივებს შორის დროის გაზრდა აბსოლუტურად შესაძლებელია და ისიც შესაძლებელია რომ საერთოდ მიიძინოს და აღარასდროს აღარ გაიღვიძოს აი ამ შფოთვითმა აშლილობამ, თუმცა რა თქმა უნდა ეს დროული ჩარევის და ხარისხიანი ჩარევის შემთხვევაში. ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან მინდა აღვნიშნო რომ ეს არ არის სირცხვილი. ძირითადად ითვლება რომ ეს მოდის ბავშვობიდან, როდესაც ადამიანს არ ჰქონდა საკმარისად უსაფრთხოების განცდა, ან რომელიმე მშობელი მის მიმართ გასცემდა შერეულ სიგნალებს, რაც გულისხმობდა ზრუნვის და ასევე თითქოს გაუცხოვების ან სიმკაცრის სიგნალებს. ამ შემთხვევაში ადამიანები თითქოს სხვადასხვა манипуляციურ სტრატეგიებს იმუშავებენ, რომ ამითი თავი დაიცვან, თუმცა ეს ხდება ზუსტად არაცნობიერ, არამედ ქვეცნობიერ და არაცნობიერ დონეზე. აქედან გამომდინარე ვერ იაზრებს ადამიანი ხშირად ისე იცავს თავს და ეს თავდაცვა ხდება შემდეგ ძალიან დიდი დისკომფორტის მომტანი მისთვისვე ან მისი პარტნიორისთვის. გარდა ამისა უნდა ვთქვა, რომ ადამიანები სტრესზე დამოკიდებულები ხდებიან ჰორმონალურ დონეზე. ანუ აი როგორც კოფეინს ვიღებთ ჩვენ და როდესაც უცებ წვეთთ ამ კოფეინის მიღებას რაღაც
უცნაურად უგრძნობთ თავს, ასევეა სტრესის ჰორმონებზე დამოკიდებულების შემთხვევაში. კორტიზოლი კონკრეტული დოზით გამოიყოფა და შემდეგ, როდესაც იცვლება და უცებ რომ ყველაფერი დაულაგო ადამიანს, ვეღარ ეგუება, დრამის მოთხოვნილება აქვს, ნერვიულობა, აი უაზროდ ნერვიულობს. და გასაოცარია და პარადოქსულიც ერთგვარად რომ რატომ სხერპლს რატომ უნდა უნდოდეს, ხო, მაგრამ რეალურად ის ზუსტად ისევეა დამოკიდებული აი ამ სტრესულ სიტუაციებზე და სანერვიულოებზე, როგორც მაგალითად ლუდომანი თავის მავნოჩევაზე ან ალკოჰოლიკი, ხო? მარტოობის შიში ყველა ვარიანტში მოდის დაბალი თვითშეფასებიდან და ისევ ბავშვობიდან. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც პირიქით ამ საკითხზე ფიქრობენ, რომ მარტოობა არის ერთ-ერთი საუკეთესო დრო, როცა შეგიძლია შენ თვითგანვითარებას, კარიერას დაუთმო დრო. რა თქმა უნდა, დამოკიდებულების საკითხია. თუ კი მე ვფიქრობ, რომ მარტო ვარ დაუცველი, თუ კი ვფიქრობ, რომ არ ვარ ღირსი სიყვარულის, არ ვარ საკმარისად კარგი, რომ ვიმსახურებდე პარტნიორს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში დისკომფორტი მაქვს. მაგრამ თუ კი მე ვფიქრობ, რომ თვითკმარი ვარ, მე მჯერა, რომ მომავალში გამოჩნდება ის, ვისაც მე ვიმსახურებ და ვინც მე მიმსახურებს და ეს არის ეტაპი და არ უნდა ვიჩქარო და ვიყენებ ამ ეტაპს ჩემი პირადი მიზნების მისაღწევად, მაშინ ყველაფერი რიგზეა. ტრავმა ადამიანი არ არსებობს, მაგრამ რაც არ უნდა ეცადოს მშობელმა ბავშვს, ყველა ვარიანტში ექნება ტრავმა, თუმცა შეუძლია მშობელს, რომ ამ ტრავმის ხარისხი შეამციროს და უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს ბავშვთან ემოციურად ახლოს. როდესაც ბავშვი გრძნობს თავს უსაფრთხოდ, ბავშვი უნდა იყოს ცელქი და ლაღი. რა თქმა უნდა, არ არის რაღაც სტანდარტი, შეიძლება ტემპერამენტი არის განსხვავებული, ხო, და შეიძლება იყოს უფრო მელანქოლიკი, ფლეგმატიკი, რაც ნაკლებად აქტიურია, ვიდრე ვთქვათ სანგვინიკი, ხო, და ეს თანდაყოლილი ტემპერამენტია და ჩვენ ამას ვერ შევცვლით, თუმცა ძირითადად ბავშვი მაინც არის ლაღი, ცელქი, არ უნდა ჰქონდეს მას შიში, რომ რაღაც სას შემთხვევით გააფუჭებს და ამის გამო მშობელი არ ვიცი ერთ დღეს დააწევს. უნდა ხდებოდეს ყველაფრის შესახებ ახსნა, საუბარი და ბავშვისთვის უნდა იყოს გასაგები. ბავშვებს არ ესმით როგორი იუმორი იცით, აი ძროხუნია, გოჭო ან ასე შემდეგ და ძალიან ხშირად აქვთ ხოლმე კონკრეტული ტერმინები ჩარჩენილი, რაც ხუმრობა თუ მისი სხეულის ნაკლოვანების აღნიშვნა არ იციან. ან თქვათ, როდესაც მშობლები ერთმანეთს ამკობენ კარგი სიტყვებით ბრჭყალებში, ესეც ბავშვი ილექება, იმიტომ რომ ბავშვი ვინ არის დედისა და მამის რაღაცნაირი საშუალო არითმეტიკული, ხო? და თუ კი მე ვთვლი, რომ ჩემი რომელიმე მხარე ცუდია, ეს ისევ და ისევ ჩემს თვითშეფასებას ურტყავს, ხო? ამიტომ ნებისმიერი აი ეს აგრესია, რაც ოჯახში არის, თუნდაც უთქმელი, ბავშვის ქვეცნობერი ამას აღიქვამს. მთავარი არის, რომ ემოციურად მშობელი უკავშირდებოდეს ბავშვს და უხსნიდეს ამ ყველაფერს. კი ბატონო, იყოს დასჯა-წახალისების მეთოდიც, უბრალოდ სასჯელი არ უნდა იყოს ცემა, არ უნდა იყოს ყვირილი და ბავშვის შეშინება, მშობელი უნდა იყოს ბავშვისთვის რაღაცა მტკიცე, კედელი, რომელსაც უპირობოდ უყვარს ბავშვი. და ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად აღსანიშნავია, მშობელი ვერაფერს იმაზე მეც ვერ გაუკეთებს თავის შულს, ვიდრე არის საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. თუ კი მშობელი არის ნევროტული, ეს ყველაფერი აუცილებლად გადადის ბავშვზე. ბავშვის სარკული ნეირონები ამ ყველაფერს ასახავენ და ბავშვიც იღებს ამ მოდელს, ან გაურკვეველი შფოთვა აქვს, ისე რომ შეიძლება ცნობიერად თვითონაც ვერ ხვდებოდეს რატო. და ბოლოს
გეპატიჟებით სტრესის მართვის ტრენინგზე. აქ ძალიან ბევრ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას წაიღებთ და მინდა აღნიშნო, რომ ფსიქოლოგია არ არის მხოლოდ ურთიერთობებზე, არ არის მხოლოდ შინაგან ემოციებსა და მდგომარეობებზე მუშაობა, ძალიან აქტიურად გამოიყენება კრიმინალურ ფსიქოლოგიაში, მარკეტინგში, კონფლიქტების მართვის სფეროში, ბიზნესში, ისეთ წარმატებული ადამიანები, როგორებიც არიან ილონ მასკი, ჯეფ ბეზოსი, ბილ გეიტსი, ამ ადამიანებს ყველას ყავდა თავისი პირადი ფსიქოლოგი და ძალიან ბევრ პრაქტიკულ რჩევას წაიღებთ ჩემი ტრენინგებიდან.